კვანტური გრავიტაციის თეორია. სანამ ეს თეორია არ გვაქვს, არც ის გვეცოდინება, რა არის სივრცე და დრო. რადგან რაც უფრო ზუსტია საათი, მით უფრო ბუნდოვანი ხდება დრო. ძალიან უცნაური რამ არის დრო. ჩვენ საათებს ვითვლით. სამყაროს კი რაიმე კონკრეტული ისრები და ციფერბლატი არ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა განსხვავებულად აღვიქვამთ დროს, იმის მიხედვით, როგორ მოძრაობთ და როგორ მოქმედებს ჩვენზე გრავიტაცია. პრობლემებისადმი არსებული მიდგომებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რა შეიძლება დაემართოს სივრცე-დროს კვანტური გრავიტაციის თეორიაში. დავიწყებ პირველი ვარაუდით. სივრცე-დრო აქტიური ფლუქტუაციით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასში მატერია. კვანტური სამყაროს ვაკუუმი არასოდეს არის უძრავი, ისევე როგორც სივრცე-დრო. ვაკუუმი სრული სიცარიელია და სხვა არაფერი. მსგავსი განმარტება ველის კვანტური თეორიის შემსწავლელი მეცნიერებისთვის მიუღებელია. ფიზიკოსები თვლიან, რომ ვაკუუმი აბსოლუტური სიცარიელე არ არის, არამედ საკმაოდ რთული, დინამიური სისტემაა თავისუფლების ხარისხის სიმრავლით. მასში არ არის რეალური ნაწილაკები, თუმცა მასში ჩნდება და ქრება მათი ვირტუალური ანალოგები. თუ ვაკუუმი მინიმალურად შესაძლებელი ენერგიულ მდგომარეობაშია, მაშინ მას ჭეშმარიტ უწოდებენ. ამასთან ერთად, ვაკუუმი აგზნებულ მდგომარეობაშიც შეიძლება იყოს ენერგიის გაცილებით მეტი მნიშვნელობით, ეგრეთ წოდებული ყალბი ვაკუუმი. ფიზიკოსები თვლიან, რომ ადრეული სამყაროს ინფლაციური გაფართოება სწორედ იქედან გამომდინარეობს, რომ ამ სტადიაზე ყალბი ვაკუუმის ენერგია ძალიან მაღალი იყო. დამძერად სამყაროში ვაკუუმი დომინირებს. ენერგიის სიმკვრივით ის მთელი კოსმოსის ჩვეულებრივი მატერიის ენერგიას აჭარბებს. ვაკუუმი კოსმოსურ ანტიგრავიტაციას ქმნის, რომელიც თანამედროვე ეპოქის კოსმოლოგიური გაფართოების დინამიკას მართავს. შედეგად, კოსმოლოგიური გაფართოება აჩქარებით მიმდინარეობს, ხოლო სამყაროს 4 განზომილებიანი დროსივცე სტატიკურ მდგომარეობაში რჩება. მეორე ჰიპოთეზა ამბობს, რომ კვანტური სივრცე-დრო მიკროსკოპული შავი ხვრელებით შეიძლება იყოს შევსებული. უფრო მეტიც, მასში თხუნელას ორმოები და ეგრეთ წოდებული ბავშვის სამყაროები შეიძლება ჩნდებოდეს, პატარა ბუშტულები, რომლებიც დედა სამყაროს შორდება. მულტისამყარო ზუსტად ის მოდელია, რაც მეცნიერთა არც თუ მცირე რაოდენობას დასაშვებად მიაჩნია. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.